გამარჯობა. მე ისტორიკოსი კახა კვაშილავა ვარ და ეს ჩემი ვლოგია, მოდი გიამბობ. დღეს მინდა გიამბოთ აი ამ ულამაზესი გოგონას საინტერესო და შეიძლება ითქვას საოცარი ცხოვრების შესახებ. ეს ჩემი თუთიყუში კუკუშა, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ. ის ოსმალთა იმპერიისა და მუსლიმთა უკანასკნელი ხალიფას აბდულმეჯიდ მეორე ეფენდისა და მისი მეუღლის მეჰისტი ხანიმის ერთადერთი ქალიშვილია. დამასახელა დაარქვეს ჰათიჯე ჰაირიე აიშე დურუშეხვარ, მაგრამ ცნობილი გახდა მხოლოდ აი ამ ბოლო სახელით დურუშეხვარ, რაც სპარსულად და ოსმალურად სამეფო მარგალიტს ნიშნავს. დამერწმუნებით მართლაც სამეფო მარგალიტია. დურუშეხვარი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ერთი მხრივ თუ ის თურქია, მეორე მხრივ მის სისხლში ჩქეებს ქართული და აფხაზური სისხლი და მის სისხლთა მრავალფეროვნება ალბათ მის გარეგნობაზეც აისახა დამერწმუნებით. 2 წლის წინ გაზეთმა კვირის პალიტრამ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მე საუბრობდი დურუშეხვარის შესახებ და ჟურნალისტმა ამ ინტერვიუს უწოდა სამეფო მარგალიტი აფხაზური ფესვებით. თუმცა როგორც აღნიშნე, მასში მხოლოდ აფხაზურ სისხლს ვერ პოულობთ, მასში ქართული ფესვებიცაა. სამწუხაროდ ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიულ წარსულში არის ძალიან ძიმე ეპოქა, რომელსაც ტყვეთა სყიდვა ეწოდებოდა. ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი თუ გოგონა სამუდამოდ დააშორეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახს. ზოგი სად მოხვდა, ზოგი სად. ქართველი მამლუქების კვალი მხოლოდ ეგვიპტესა და ერაყში არაა, როგორც ადრე გვეგონა. ქართველ მამლუქებს პოულობ ჩვენ მაროკოდან დაწყებული სიამით, ანუ თანამედროვე ინდოჩინეთით დამთავრებულ ვრცელ სივრცეზე. როგორც წესი, ტყვეთა სყიდვას მკვლევარები იწყებენ გვიან შუა საუკუნეებით, როცა ჩვენ ერთი მხრივ გაგვიმეზობდა ოსმალეთის იმპერია, მეორე მხრივ კი სეფიანთა იმპერია, ანუ თანამედროვე ირანი. თუმცა არაა გამორიცხული, რომ საქართველოსთან ტყვეები გაეზიდათ ჯერ კიდევ არაბობის ეპოქიდან. ყოველ შემთხვევაში უმაიანთა დინასტიის პერიოდიდან მაინც, იმიტომ რომ უკვე უმაიანთა ხალიფებთან ხდება ტყვეები, თურქმანი მოდგმის ტყვეები. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ქართველი ტყვეები გაყავდათ უმაიანთა პერიოდიდან. თუმცა წყაროები ამაზე არაფერს მიგვიტევს, მაგრამ შეიძლება ასეთი ვარაუდიც გამოვთქვათ. მე-18 საუკუნის მიწურულიდან მთელი 19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანუ ოსმალთა იმპერიის ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ოსმალთა სულთანები წარმოშობით ნახევრად კავკასიელები, ქართველები ან ჩერქეზები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძლიერი იყო კავკასიური ლობი ოსმალეთის საიმპერატორო კარზე. ამაში დიდ გავლენას მათი დედები, ვალიდე სულთნები ახდენდნენ, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი შვილისთვის სწორედ მათი ერის წარმოადგენელი ქალი მოეყვანათ ცოლად. 130 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიაში შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ქალები სწორედ ქართველები ან ჩერქეზები იყვნენ. და ეს დიდ გავლენას ახდენდა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც. ამიტომ ოსმალეთის სულთნების დაქორწინება კავკასიელებზე, გარდა იმისა, რომ ქართველი ქალები ძალიან ლამაზები იყვნენ და მათ ოსმალეთში გიურჯი-გიუზელისაც უწოდებდნენ, ოსმალეთს პოლიტიკური ძრახვებიც ჰქონდა და ამით ცდილობდა გარკვეული გავლენა, გარკვეული ავტორიტეტი მოეპოვებინა ქართულ მოსახლეობაში და ქართული მოსახლეობის მეშვეობით ზოგადად
კავკასიის მოსახლეობაში. ქართველი ქალები, რომლებიც ოსმალეთის სულთნებზე ქორწინდებოდნენ, ყოველთვის არ იყვნენ არისტოკრატიული წარმოშობის და მათ შორის ხვდებით ჩვეულებრივ გლეხის ქალიშვილსაც, მღვდლის ქალიშვილსაც. ყველას გვახსოვს ცნობილი ქართული მხატვრული ფილმი „მამლუქი“, სადაც სწორედ წლების შემდეგ, როდესაც ერთის მხრივ ცირა და მეორეს მხრივ ხვიჩა ძალიან დიდ ხანს გაატარებენ ეგვიპტეში, ხვიჩას თანდათანობით ავიწყდება მისი წარსული, მისი ქართული წარსული განსხვავებით ცირასაგან. და წლების შემდეგ სწორედ ცირა შეეცდება მაჰმუდად ქცეულ ხვიჩას შეახსენოს მისი წარსული, მისი ქართული წარმოშობა. გვახსოვს ხო ეს ეპიზოდი ყველას? სწორედ ასე იყო ქართველი ქალები, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობაში ატარებდნენ წლებს, ისინი უფრო ინარჩუნებდნენ ქართულ ენას. განსხვავებით ქართველი ბიჭებისგან, რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ საომარი მხედრის ცხოვრებისთვის და სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებთან ურთიერთობების შემდეგ მათ დიდ ნაწილს ავიწყდებოდა კიდევაც საკუთარი წარმომავლობა. ქართველი ქალები კი ამას მეტნაკლებად ინარჩუნებდნენ და სწორედ ამას ბევრი რამ მოწმობს. აჭარის მოსახლეობა, რომელიც 300 წლის მანძილზე იყო ოსმალური ბატონობის ქვეშ, ქართული ენის შენარჩუნება სწორედ ქართველი დედების, ქართველი ქალების დამსახურება იყო. ტაო-კლარჯეთში ქართველმა ქალებმა საგანგებოდ ეგრეთ წოდებული დედაბრული ხელდამწერლობაც კი შექმნეს და ამით ქართული ენა შეინარჩუნეს და ქართულმა ენამ ჩვენ შეგვინარჩუნა აჭარლები, შავშელები, ტაოელები. ულამაზეს ჰატიჯი ჰაილი აიშე დურუშეხვარ სულთანი 1914 წლის 26 იანვარს დაიბადა ჩამილჯას სასახლეში უსქუდარში. დურუშეხვარმა საკმაოდ დიდხანს იცხოვრა. ის 92 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა 2006 წლის 7 თებერვალს, ზუსტად 20 წლის წინ. სხვათა შორის დურუშეხვარის დაბადების დღე 26 იანვარი ერთი დღით უსწრებდა დედამისის 10 აქალსბას დაბადების დღეს. 10 აქალსბა 1892 წლის 27 იანვარს დაიბადა ოსმალეთში. მამამისი ჰაჯი მაფ აქალსბა აფხაზეთიდან იყო და ოსმალეთში გადაიხვეწა მუჰაჯირობის ეპოქაში. სხვათა შორის ღრმად მოწმუნე მუსლიმი კაცი იყო და მან ჰაჯიზე წასვლაც მოახერხა და სწორედ ამიტომ დაემატა მის სახელს ჰაჯი მაფ აქალსბა. მეუღლეც, ანუ დურუშეხვარის ბებიაც აფხაზი იყო. ჰაჯი მაფმა და მისმა ოჯახმა ძალიან მალე მოახერხა თავის გამოჩენა სტამბოლში და მისი ქალიშვილით ოსმალეთის საიმპერატორო კარი დაინტერესდა და ათიე მალე გახდა მომავალი ხალიფას აბდულმეჯიდ მეორის მეუღლე და მას გათხოვების შემდეგ, როგორც წესი, ახალი სახელი მიანიჭეს და მეჰისტი, ანუ მთვარის სურვილი უწოდეს. ათია ქალსბა, ანუ მომავალი მეჰისტი ხანიმი, აბდულმეჯიდზე 1910 წელს დაქორწინდა და ის 1964 წელს გარდაიცვალა. 1924 წლის 3 მარტს ახლადშექმნილი თურქეთის რესპუბლიკის დიდმა ეროვნულმა კრებამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და სახალიფო გააუქმა. მანამდე მან სასულთნო გააუქმა და ტახტიდან გადააყენა უკანასკნელი სულთანი მეჰმედ მეექვსე ვახიდედინი. ხალიფას ტახტზე ავიდა მისი ბიძაშვილი აბდულმეჯიდ მეორე. თუმცა აბდულმეჯიდსაც არ დასცალდა დიდი ხანი, ის მხოლოდ 2 წელი იყო ტახტზე და როგორც გითხარით 1924 წელს გაუქმდა სახალიფოც
და დიდი ეროვნული კრების გადაწყვეტილებით ოსმალთა დინასტიას აეკრძალა თურქეთში ცხოვრება, ისინი გააძევეს თურქეთიდან და აუკრძალეს თურქეთში დაბრუნება. ეს აკრძალვა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და გარკვეული დათმობა დინასტიის წარმომადგენლების მიმართ 1970-იანი წლებიდან ამოქმედა, როცა მათ მიეცათ უფლება წელიწადში ერთხელ სტამბოლში ჩამოსვლისა, გარკვეული მცირე ვადით. ეს აკრძალვა დღემდე მოქმედებს. როდესაც 1954 წელს აბდულმეჯიდ მეორე საფრანგეთში გარდაიცვალა, მის ქალიშვილი დურუშეხვარ სულთანი საგანგებოდ გაემგზავრა თურქეთში, ანკარაში შეხვდა იმდროინდელ პრეზიდენტს ისმეთ ინენიუსს და სთხოვა ნებართვა, რათა მამა დაეკრძალა სტამბოლში. თუმცა ხელისუფლებისგან მან მტკიცე უარი მიიღო. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება არ აპირებდა არანაირ დათმობაზე წასვლას ოსმალთა დინასტიის წარმომადგენლების მიმართ. 10 წლის მანძილზე 1954 წლამდე ოსმალეთის და მუსლიმთა უკანასკნელი ხალიფა აბდულმეჯიდ მეორე ეფენდი დაკრძალული იყო პარიზში მდებარე მეჩეთის ეზოში. დურუშეხვარ სულთანი დიდხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას საუდის არაბეთის მეფესთან, რათა მიიღო ნებართვა მამამისი დაეკრძალა მუსლიმთა მეორე წმინდა ქალაქ მედინაში წინასწარმეტყველ მუჰამადის მეჩეთში. სხვათა შორის ამავე მეჩეთის ეზოშია დაკრძალული ცნობილი ქართველი დაუდ-ფაშა მანუელიშვილი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ბაბილონის ხელმწიფე. ერთ-ერთი ჩვენი ვლოგი სწორედ დაუდ-ფაშა მანუელიშვილის ცხოვრებასაც მიეძღვნება. თურქეთიდან განდევნილი ოსმალთა დინასტიის წარმომადგენლებს ძალიან ძიმე ცხოვრება ერგოთ ემიგრაციაში. მას შემდეგ, რაც ისინი მიჩვეული იყვნენ საკმაოდ მდიდრულად, უზრუნველად ცხოვრებაში, დინასტიის წარმომადგენლები პირისპირ შეეხნენ ცხოვრების სირთულეს და მათ მოუწიათ სხვა საქმიანობით დაკავება. სხვათა შორის აბდულმეჯიდ მეორე, როდესაც ნიცაში დასახლდა, მხატვრობით იყო დაკავებული და ცდილობდა პოლიტიკურ ინტრიგებში არ გარეულიყო. ფაქტობრივად ისე გარდაიცვალა, რომ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში მას მონაწილეობა არ მიუღია. სხვა შეჰზადეები, უფლისწულები, როგორც მათ ოსმალეთში უწოდებდნენ, მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო და ესენი არ იყვნენ აბდულმეჯიდის შვილები, იყვნენ ბიძაშვილის შვილები და სხვა ნათესავები, მაგალითად შეჰზადე ოსმან ფუადი ლონდონში დასახლდა და ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. შეჰზადე ალევასები კაიროში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. პრინცესა ნილუფერმა კი პარიზში დასახლდა და კერავად მუშაობდა. საინტერესო იყო შეჰზადე მეჰმედ ბურჰანედინის ცხოვრება. ის გარკვეული წელი საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდგომ დიდ ბრიტანეთში და საბოლოოდ ნიუ-იორკში დამკვიდრდა. მან მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში. არც ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას, არც ბიბლიოთეკის მკითხველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათ წინაშე იდგა ადამიანი, რომელიც წინაპრები საუკუნეების მანძილზე ფაქტობრივად 3 კონტინენტზე ბატონობდნენ. ეს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ გამოაშკარავდა. თურქეთიდან განდევნილმა აბდულმეჯიდ მეორემ თავდაპირველად დამკვიდრება შვეიცარიაში სცადა, თუმცა იმავე წლის, ანუ 1924 წლის ოქტომბერში აბდულმეჯიდ მეორეს და მის ოჯახის წევრებს საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიცაში დამკვიდრების უფლება მისცა და კარაბასელის ვილა დაუთმო. აბდულმეჯიდსა და მის ოჯახს თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა იმ პატივის გარეშე ცხოვრება, რასაც ისინი ოსმალეთში იყვნენ მიჩვეული. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ
აი ამ სირთულემ, აი ამ გაჭირვებამ დურუშეხვარის ხასიათი გამოწყვიტა. დურუშეხვარი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც მას სამშობლოს და იმ პატივის დაკარგვა მოუწია, რაც მას სტამბოლში ჰქონდა. 10 წლის ბავშვისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძიმე პერიოდი იყო. თუმცა ამ სირთულემ გამოწვრთო დურუშეხვარის ხასიათი და ის უფრო ემპათიური გახადა გაჭირვებულთა, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ. და მთელი ცხოვრება სწორედ მან ასეთი ადამიანებისთვის ზრუნვა შეალია. ხოლო ევროპულმა განათლებამ მასში რეფორმატორის სული გააღვიძა. აბდულმეჯიდ მეორეს საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა, მან ბრწყინვალედ იცოდა ოსმალურის, არაბულის, სპარსულის გარდა ფრანგული და ინგლისური ენები, რაც ბუნებრივია უადვილებდა გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას. ხშირად უნახავთ აბდულმეჯიდ მეორე და დურუშეხვარი ჩვეულებრივ ყოველგვარი დაცვის გარეშე ნიცას ქუჩებში მოსეილნეთ. დურუშეხვარი ულამაზეს ქალიშვილი დადგა. ძალიან ბევრი დიდებული თხოვლობდა მის ხელს. უკვე 15 წლის ასაკიდან დურუშეხვარის ხელს თხოვლობდა ირანის შაჰი, ეგვიპტის მეფე, დევნილობაში ყოფი ოსმალო დიდებულები, თუმცა აბდულმეჯიდი არც ერთ მათგანის სიძეობას არ თანხმდებოდა. საბოლოოდ აბდულმეჯიდ მეორემ სიძედ ინდოეთში მდებარე პატარა ფეოდალური სამფლობელოს სანიზამოს მემკვიდრე აზამჯახი აარჩია. მისმა ოჯახმა აბდულმეჯიდს მაჰრის სახით 50,000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რაც თანამედროვე კურსით დაახლოებით 5 მილიონ გირვანქა სტერლინგამდეა. მაჰრი ეს არის ისლამში არსებული წესი, როდესაც ბიჭის ოჯახი, ბიჭის მხარე გოგოს მხარეს გარკვეულ თანხას უხდის ან ქონებას აძლევს. ეს არ არის რაღაც დამაკნინებელი ტრადიცია, მუსლიმებისთვის ეს არის ჩვეულებრივი წესი, რომელიც აგერ 14 საუკუნე ცოცხალია. მართალია ისიც, რომ ჰაიდარაბადის ნიზამი საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო იმ პერიოდში. მას არაერთი კორპორაცია ეკუთვნოდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. ხოლო მისი ქონება შეადგენდა $2 მილიარდ. ეს იმ პერიოდში ასტრონომიული თანხა იყო და შეერთებული შტატების მთელი შიდა პროდუქტის 2%-ს წარმოადგენდა. წარმოგიდგენიათ, ერთი ოჯახი ფლობდა შეერთებული შტატების მთელი შიდა პროდუქტის 2%-ს ქონებას. ამასთან აზამჯახის ოჯახისთვის, მუსლიმი ოჯახისთვის ეს საკმაოდ დიდი პატივი იყო დანათესავება, დამოყრება მუსლიმთა ხალიფასთან, რაც მის ოჯახს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ რელიგიურ გავლენას აძლევდა, როგორც საკუთრივ სანიზამოს მუსლიმურ მოსახლეობაში, ასევე ზოგადად იმდროინდელი მსოფლიოს ისლამურ თემში. ქორწინება 1931 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ნიცაში შედგა. აბდულმეჯიდმა შვილის გაბედნიერება ახლობელთა ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნა. სამაგიეროდ ჰაიდარაბადის სანიზამოში რამდენიმე დღიანი ზეიმი გაიმართა. ქორწინებიდან ერთი თვის თავზე დურუშეხვარი მეუღლესთან ერთად ვენეციიდან ჰაიდარაბადში გაემგზავრა. ახლად შექმნილ ოჯახს ჰაიდარაბადის ნიზამმა მირ ოსმან ალი ხანმა ჰუსეინ საგარის ტბაზე მდებარე მდიდრული ევროპული ვილა დაუთმო და რძალს დურდანა ბეგუმ სახიბი უწოდა, რაც ჰაიდარაბადის პრინცესას სტატუსს შეესაბამებოდა. დურუშეხვარმა თან დედამისი მენისტი ხანიმიც იახლა. დურუშეხვარმა მალე მოიპოვა პოპულარობა ჰაიდარაბადის მოსახლეობაში.
ეს მოსახლეობა კი ძალიან კონსერვატიული და ტრადიციული იყო. როგორც დურუშეხვარის ცხოვრების მკვლევარები აღნიშნავენ, ამის მიზეზი მისი აღზრდა და ევროპული განათლება იყო. დურუშეხვარმა საკუთარი ფულით, საკუთარი პატრონაჟი დაარსა კოლეჯი ქალთათვის, სადაც ჰაიდარაბადელ ქალებს შესაძლებლობა ეძლებოდათ უმაღლესი განათლების მიღებისა. მან საკუთარი ფინანსებით დაარსა ბავშვთა და ზოგადი პროფილის საავადმყოფოები, რათა შეჭირებულ ოჯახებს ჰქონოდათ საშუალება სამედიცინო მომსახურება უფასოდ მიეღოთ. დურუშეხვარი ჰაიდარაბადელ ქალებს საკუთარ თვითრწმენას უნერგავდა. ისეუბნებოდა, რომ მათ უნდა ებრძოლათ საკუთარი მომავლისთვის, საკუთარი უფლებებისთვის, გასულიყვნენ სახლიდან და ემუშავათ, რათა საკუთარი სახსარი ჰქონოდათ. ჰაიდარაბადის კონსერვატიული მოსახლეობისთვის ეს მიუღებელი იყო, რაც მთავარია მიუღებელი აღმოჩნდა საკუთრივ აზამ ჯახის ოჯახისთვის. მათ ეს არ მოსწონდათ, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდნენ, რადგან დურუშეხვარი მუსლიმთა ხალიფას ქალიშვილი იყო. მალე დურუშეხვარმა ჰაიდარაბადში მოხალისე ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომლებიც მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფების თუ შიმშილობის პერიოდში უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ. ნიზამის ოჯახშიც დურუშეხვარმა გარკვეული სიახლეები შემოიტანა, როგორიცაა ქალთა მიერ ავტომობილის მართვა, ჯილითი, ჩოგბურთის თამაში. როგორც ითხარით, ოჯახს ეს ძალიან არ მოწონდა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდნენ, დურუშეხვარი ხომ ხალიფას ქალიშვილი იყო. დურუშეხვარი ეწინააღმდეგებოდა ჰაიდარაბადში და ზოგადად ინდოეთის მუსლიმურ თემში გაბატონებულ ფურდას სისტემას. აი ჩემს უკან ფარდას ხედავთ. ფარდა და ფურდა ერთი და იგივე სიტყვა და გადასაფარებელს ნიშნავს. ახლა თქვენ ილუსტრაციაზე ხედავთ, რა წარმოადგენდა ფურდა. წარმოგიდგენიათ, მე-20 საუკუნის შუახანის, როდესაც ჯერ კიდევ ძლიერია ტრადიციული ისლამური ყოფა, ამდენად რევოლუციური იყო ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა. საბოლოო ჯამში დურუშეხვარის მცდელობამ გარკვეული შედეგი გამოიღო. ქალებმა ფურდას მოცილება დაიწყეს. დურუშეხვარმა თავის მეუღლესთან აზამ ჯახთან 23 წელი იცხოვრა. მათ 2 ვაჟიშვილი შეეძინათ. თუმცა საბოლოოდ ოჯახი დაინგრა. მიზეზი ამ განშორებისა კი აზამ ჯახი იყო, რომელიც დურუშეხვარმა ვერაფრით შეიყვარა. ამასთან ერთად დურუშეხვარის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არც აზამ ჯახს ჰქონია. ის თავისუფალი ცხოვრების მოტრფიალე იყო და მისი სასიყვარულო ისტორიები, მის მრავალრიცხოვანი ხარჭებთან ურთიერთობის ამბები არავისთვის იყო დამალული და დურუშეხვარმაც ეს კარგად იცოდა. თუმცა ის თავს იკავებდა განქორწინებისგან და შვილებზე ზრუნავდა. მაგრამ საბოლოო ჯამში 1954 წელს მათი ოჯახი დაიშალა. ჰაიდარაბადი დატოვა და ლონდონში გადაბარგდა. ოჯახის დაშლის შემდგომ მისი ვაჟიშვილები ხანმასთან იმყოფებოდნენ, ხან კი მამასთან. განქორწინების შემდგომ ისლამური საქორწინო კანონით დურუშეხვარმა ქმრისგან $200,000 მიიღო, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $3 მილიონამდეა. ლონდონში გადასახლებული დურუშეხვარი მაინც აგრძელებდა ჰაიდარაბადელ ქალებზე და გაჭირებულებზე ზრუნვას. მიუხედავად იმისა, რომ ის მათთან ერთად არ ცხოვრობდა, მათზე მუდმივად ზრუნავდა. საინტერესოა, რომ 21 საუკუნის დასაწყისში უკვე საკმაოდ ხანში შესული დურუშეხვარი კიდევ ერთხელ ჩავიდა ჰაიდარაბადში და გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწია იქაურ ქალთა ორგანიზაციებს. სხვათა შორის დღემდე დიდი სიყვარულით იგონებენ დურუშეხვარს.
ლონდონში დურუშეხვარმა სახლი იყიდა და აქაც გააგრძელა საქველმოქმედო საქმიანობა. საქმე იმაშია, რომ 1960-იანი წლებიდან ინგლისში იმატა აზიისა და აფრიკიდან ჩამოსულ მიგრანტთა რაოდენობა, რომელთა შორის ძალიან ბევრი ქალი იყო, გაჭირვებული ქალი იყო. დურუშეხვარი ეხმარებოდა მათ ინგლისურის შესწავლაში, გარკვეული პროფესიის შესწავლაში და ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. დურუშეხვარმა მალე მოიპოვა ავტორიტეტი ინგლისურ კონსერვატიულ საზოგადოებაში. აზიიდან ჩამოსულ ქალბატონს ყველანი დიდი პატივით ეკიდებოდნენ. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ინგლისის ერთ-ერთ ულამაზეს და გავლენიან ქალად ითვლებოდა დედოფალ ელიზაბეთ მეორის და მარგარეტი, რომელმაც დურუშეხვარში საკუთარი კონკურენტი დაინახა. თუმცა ქალთა ამ ერთგვარ კინკლაობაში, კონკურენციაში თუ ომში რაც კიდე დაარქვით, დურუშეხვარმა გაიმარჯვა. როგორც 1960-იანი წლების ბრიტანული პრესა წერდა, დურუშეხვარის ხე ძირმაგარი, მტკიცე და ნაყოფიერია. მარგარეტისა კი ქარიშხალსაც ვერ უძლებს. აი ამ ქართულ-აფხაზური ფესვების მქონე ქალმა დიდ ბრიტანეთში საკუთარი ამინდი შექმნა დაიწყო. გარდაცვალებამდე ის ძალიან დიდი პატივით სარგებლობდა ინგლისურ საზოგადოებაში. და როგორც გითხარით, ამ 20 წლის წინ, 2006 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლონდონში. დურუშეხვარმა რა თქმა უნდა იცოდა, რომ მის სისხლში ქართულ-აფხაზური გენებიც იყო და ის ქართულ-აფხაზური ფესვებიდან იყო წამოსული. რა თქმა უნდა, ის ამ ცოდნას მის ვაჟიშვილებსაც გადასცემდა, თუმცა რამდენად იმოქმედა მათმა ურთიერთობამ საქართველოსთან, ან ჰქონდა თუ არა რაღაც მცდელობა საქართველოსთან რაღაც კონტაქტების დამყარებისა, უცნობია. დურუშეხვარს ძალიან კარგად იცნობს თურქეთის აფხაზური დიასპორა, მაგრამ ის ნაკლებადაა ცნობილი საკუთრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორც ამ ვლოგის თავში აღვნიშნე, კავკასიელი ქალები ძალიან დიდ გავლენას ახდენდნენ ოსმალებზე, ოსმალო სულთნებზე. მაგალითისთვის გავიხსენებ სულთანს აბდულმეჯიდ პირველს, რომელიც 1839-1861 წლებში მართავდა ოსმალეთს. ის დედით ქართველი იყო. დედამისის ქართული სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა. მხოლოდ ვიცით მისი ოსმალური სახელი და ეს არის ბეზმიალემ სულთანი, რაც სამყაროს მშვენებას ნიშნავს. ის 1807 წელს თბილისში დაბადებულა. საინტერესოა, რომ აბდულმეჯიდ პირველის დროს დაიწყო ისეთი დიდი ომი, როგორც არის ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის, ანუ ყირიმის ომი 1853-56 წლებისა. 2021 წელს გამოქვეყნდა ოსმალური საარქივო დოკუმენტები, სადაც საინტერესო ცნობას ვაწყდებით. კერძოდ კი, ყირიმის ომის პერიოდში აბდულმეჯიდ პირველს გაუწია საგანგებო ბრძანება, რათა ოსმალები პატივით მოპყრობოდნენ რუსული არმიის იმ ეთნიკურად ქართველ სამხედროებს, რომლებიც ოსმალთა ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ. მათთვის უნდა მიეცათ ახალი ტანის ამოსი და საუკეთესო საკვებით უნდა გამოეკვებათ. საინტერესოა, რომ აბდულმეჯიდს ქართველი ყავდა დიდვეზირიც, ანუ სადრაზამი, როგორც მას ოსმალეთში უწოდებდნენ, ქოჯა ხუსრევ მეჰმედ ფაშა. ქართველი იყო აბდულმეჯიდის ქაფუდან ფაშა, ანუ ოსმალეთის საზღვაო ფლოტის ადმირალი ბათუმელი იბრაიმ ფაშა. კავკასიასთან, კერძოდ კი აფხაზეთთან ჰქონდა კავშირი ოსმალეთის უკანასკნელ სულთან მეჰმედ მეექვსე ვახიდედინსაც, რომლის ცოლი აფხაზეთიდან იყო, ეს გახლდათ წებელდაში დაბადებული ემინე ნაზიკ ქადინ მარშანია. თავად მეჰმედ მეექვსე ვახიდედინი კი აბდულმეჯიდ პირველისა და გულუსტუ ხანემის, ანუ ვართა ბრძანებლის შვილი იყო. გულუსტუ ხანემი, ქალიშვილბაშკი ფატიმა, წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. ის აფხეთის
ძლევამოსილი მთავრის ქელიშბეი შარვაშიძის შვილიშვილი გახლდათ. ოსმალეთის სულთნის სელიმ მესამის დედა მიჰრი შაჰი, ანუ სპარსულად ოსმალურად მეფის მზე, რომელსაც მეორენაირად გელჯუგუიზელს, ანუ ქართველ ლამაზმას უწოდებდნენ, როგორც აქედან ჩანს, ქართველი იყო. ის მღვდლის შვილი გახლდათ. ქართველი იყო სელიმ მესამის დიდვეზირი ქოჯა იუსუფ ფაშაც, რომელმაც იასიზავს მოაწერა ხელი. სადაურსა სად წაიყვან, სადაღუფრი, სადა ძირს. აი ასეთია ჩვენი ხალხის ტრაგიკულიც და უცნაური ბედით საქართველოს საზღვრებს მიღმა. ამათ რიგს აუცილებლად მიეკუთვნება ქართულ-აფხაზური წარმომავლობის ულამაზესი დურუშეხვარ სულთანი, რომელიც საინტერესო ცხოვრებაზეც ვისაუბრეთ ამ ბლოგში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო ვლოგი, მოდი გიამბობ.